ნუ თუ მე მართლა თბილისში ვცხოვრობ. როგორ შეიძლება ეს ჩემი ქალაქი იყოს? ლამისაა ბრაზმა დამახჭოს ამ გაბანძებულ ქალაქში, რომელიც ჩემ ქალაქს აღარ გავს. ღამის 3 საათზე რგვალბახთან პატარა კაპიშონიანი გოგოები ერთმანეთს ისეთი პირით აგინებენ, შეგზიზღდება გარემოც, არჩევანიც, არადანიც და ქალაქიც. შემდეგი ჯგუფი იმით ტრაბახობს, თითი რომ გაუკეთა იმ გოგოს უკან და ის რომ გაიქცა. რამდენმა დაჯგუფებამ აიარ ჩაიარა და ყველა იქიდანაა, საბანძეთიდან, მელიქიშვილის აქციიდან. ამ დროს აქ ყოველთვის სიმშვიდეა ხოლმე. ახლა უკვე დაიწყო. წინა და პოსტარჩევნების აქციის ზომბების წანწალი. პატრონი ამათ არ ელოდებათ სახლში და იწანწალებენ გინებ-გინებით, რა ენაღლებათ. ყველა არჩევნების წინ და შემდეგ თვეებში, როგორ ბანძდება დედაქალაქი და ქვეყანა. ეს ქალაქი ჩემ ქალაქს საერთოდ არ ჰგავს. სად დავემალოთ ამ სიბინძურას? მე გეკითხებით, სად დავმალოთ, როგორ დავიცვათ პატარები? რა თავში ვიხლი გაზონებს, ტროტუარებს, ახალ კორპუსებს, თუ იქ აი ასეთი პირაყროლებული ბანძი ზომბები იბენენ. მელიქიშვილის გამზირზე რომ პროფესორ შარაძეს მოკლავენ, ჯერ ესაა ცინიზმის აპოგეა. იქ რომ მის ძეგლს არ დადგამენ, ესეც ცინიზმია და მერე იმავე ადგილას პირაყროლებული ბანძი გოგოს მაგვარები რომ დადრწიან. რაღა ვთქვა მელიქიშვილის გამზირზე. ცინიზმის აპოგეა საქართველოში ბანერის დაზიანება რომ ისჯება და ადამიანის გინება უბინძურესიც კი მოსულა. არა, მე მართლა თბილისი მინდა. ბევრს რომ არც გინახავთ ისეთი ჩვეულებრივი, თბილი და ადამიანური. მაქვს მიარჩევანი საერთოდ. წერს მაია ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება კახაკალაძის შტაბთან, მელიქიშვილის გამზირზე ოპოზიციის და აქტივისტების საპროტესტო გამოსვლებს.